აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ხონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. ღონისძიება ხონის სათემო განათლების ცენტრში გაიმართა, სადაც გიორგი ჯინჭარაძე მუნიციპალიტეტის მერთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად მოსახლეობის საჭიროებებს გაიცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დევნილებმა მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე პასუხი უშუალოდ ხელმძღვანელი პირებისგან მიიღეს. იმყოფებოდით ქალაქ ხონში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში, სადაც შევხვდით დევნილებს. ძალიან კარგი შეხვედრა იყო. მე მოვისმინე მათი საჭიროებები, გამოწვევები, რაც ამ კომპაქტურ ჩასახლებებში არსებობს და ვეცდებით ყველა ის პრობლემა და ის გამოწვევები, რაც დღეს უდგათ ჩვენს დევნილებს, მაქსიმალურად გადავჭრათ. მნიშვნელოვანია აღნიშნული სახის კომუნიკაციები. უშუალოდ ხდებოდა პრობლემატიკაზე საუბარი, ზოგი საკითხი ადგილზე მომგვარდა, ზოგი ჩაინიშნა და დარწმუნებული ვარ, ვინაიდან ვიცნობ ბატონ გიორგის და მის მუშაობის სტილს, დარწმუნებულა იმ პრობლემებზე უსწრაფესი რეაგირებები ექნება. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა დღეს. ჩვენთან სტუმრად იმყოფებიან აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობა. მოხარული ვართ, რომ ყოველთვის ჩვენს პრობლემას, ჩვენს გამოწვევებს გულისყურით ისმენენ, ითვალისწინებენ. ვიმედოვნებ მომავალშიც უფრო უკეთესი კომუნიკაციებით შედგება.